თავისუფალმა მედია სივრცემ დაბა ნარუჯაში პროექტის სივრცე ახალგაზრდებისათვის პრეზენტაცია მოაწყო. თავისუფალმა მედია სივრცემ დაბა ნარუჯაში პროექტის სივრცე ახალგაზრდებისთვის განხორციელება დაიწყო. პრეზენტაციაზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა პროექტის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. შეხვედრა ინტერაქტიული იყო. ახალგაზრდების მხრიდან ინტერესი მაღალი გახლდა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც მათ დაბაში არსებობს. პრობლემატურ საკითხთა შორის მნიშვნელოვანი მათთვის დაბასთან დამაკავშირებელი ცუდი გზა, თავისუფალი დროის გატარების პრობლემა და უმუშევრობაა. პროექტის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ ისინი სოციალურ ქსელში გვერდს შექმნიან, სადაც დაბა ნარუჯის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული. პროექტის მონაწილეები მოამზადებენ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს თავიანთი დაბის სიახლეების და პრობლემების შესახებ. ჩემთვის მეტად საინტერესო იყო. საკმაოდ ბევრი გავიგე ჩვენი ესე ვთქვათ მოქმედი საქმის შესახებ. ანუ ბევრი ისეთი ცვლილებები შეგვიძლია შევიტანოთ ჩვენს რაიონში, ესე რომ ვთქვათ, ანუ ჩვენი კარგი კუთხეც დავანახოთ, ცუდი კუთხეც დავანახოთ და ამის შედეგად ხალხმა გაიგოს თუ ჩვენს სოფელში რა ხდება კარგი, რა ხდება ცუდი. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის და ჩვენი სოფლისთვისაც კარგი იქნება. იმის საშუალება რომ ჩვენი სოფლის პრობლემა თუ დადებითი გავაგებინოთ უფრო ფართო მასშტაბს. რა თქმა უნდა მისასალმებელი და რა თქმა უნდა კარგია და ძალიან მოხარული ვარ რომ დაინტერესებული ხარ ჩვენი სოფლით და რაც უფრო გავალცა ზოგადოებაში ეს იქნება ინტერნეტით თუ რაღაცით მივესალმებით აუცილებლად და მაქსიმალურად ჩავერთვებით ამ სიახლეში. პროექტის სივრცე ახალგაზრდებისთვის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.